შუადღე მშვიდობის მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ძალიან კარგია რომ შემოგვიერთდით, ბუნებრივია, ვინც ხშირად გიყურებს ხოლმე, იცის რასაც ვიტყვით ახლა. საათახების განმავლობაში დღეს განკარგულებაში ვიქნებით, რა თქმა უნდა და შევეცდებით რომ მაქსიმალურად საინტერესოდ ვითანამშრომლოთ თქვენთან და ერთმანეთთან და სტუმრებთან ერთად. და მნიშვნელოვანია გამოიწერონ ჩვენი სოციალური არხები Instagram გვერდზე და ასევე Facebook გვერდზე და გაგვიზიარეთ თქვენი უკავშირი, აუცილებლად გავითვალისწინებთ ყველაფერს. ახლა კი ვნახოთ ანონსი. დღეს გადაცემაში ნახავთ წინა სასკოლო მომზადება ნახტომი თამაშიდან ვალდებულებებში. თემაზე ვრცლად ისაუბრებს წიგნის კლუბის დამფუძნებელი ფილოლოგი და გამომცემელი მარიამ კორინთელი. რა უჩდება ოჯახს ერთი მოსწავლის აქსესუარების და საკანცელარიო ნივთების შეძენა. სოციალურად დაუცველი ოჯახები და მათი პრობლემები. გადაცემის სტუმარია ფონდი იალქანის დამფუძნებელი თიკო აბაშიძე. მომავლის პალიტრა ღონისძიებების ციკლი არ დავივიწყოთ ქართული. გადაცემის სტუმრებია თამარ ტუღუში და დავით ზაქარიაძე. ალპური ზონის თეატრების საერთაშორისო ფესტივალი. გადაცემის სტუმრებია მარეხ ტუღუში, ფესტივალის მენეჯერი და თამაზ ბოლქვაძე, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი. კიდევ ერთხელ გამარჯობა. კარგია მოკლედ მოკალათით და ვილაპარაკოთ ძალიან მნიშვნელოვან ამბებზე, რაც მოკლედ ხდება ხო? ჩვენც მოკალათით 15 სექტემბერი იყო, ძველით პირველი. შესაბამისად დაიწყო სკოლა, დაიწყო ბაღი და ამ აქტიურ ფუსფუსში ჩართულია მშობლები, ბავშვები, ბებიები, ბაბუები, მოკლედ მთელი ოჯახები და ყველა ფიქრობს, ზრუნავს იმაზე, რომ როგორმე ჩვენს შთამომავლობას ოდესღაც ჩვენც ვიყავით შთამომავლობა, ახლა უკვე ჩვენ მშობლები ვართ, მივცეთ განათლება, რომ ჩვენი ბავშვები დაადგნენ სწორ გზას. როგორც თქვენ ამბობთ გუშინ რამდენჯერმე გაიმეორეთ, რომ სკოლა მარტო განათლება არ არის, ან ფორმალური ამ შემთხვევაში არ არის მხოლოდ საგნები, არ არის მხოლოდ მათემატიკა, ლიტერატურა, ფიზიკა და ასე შემდეგ. ეს არის სოციუმში შებიჯების ძალიან მნიშვნელოვანი ფაზა, იმიტომ რომ ბაღში მაგალითად ბავშვებს თუ აქვთ საშუალება რომ მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი თამაშით და ისწავლონ ამით, იმიტომ რომ პრინციპში თამაშით დასრულებით სწავლობთ. სკოლაში ცოტა მეტი დისციპლინა მოეთხოვება. კი ბატონო. ყველა ქვეყანაში თუ დავაკვირდებით, ვინც ახლა მოვლენებს აკვირდება, გინ სოციალური ქსელი, გინ ტელევიზორის საშუალებით, ნახავთ, რომ საკმაოდ განსხვავებული მოდელებია სწავლების ზოგადად, ხო? განსხვავებული ვართ მაგალითად ფინური მოდელით, ხო? გვიყვარს იაპონური მოდელს შევხედავთ ხოლმე ამ ბოლო დროს ჩინური მოდელი წამოეწია, სადაც ბავშვებს დაუშვათ პირველ კლასში ან მე-4 კლასამდე აქვს საშუალება დაუშვათ სწავლასთან ერთად და დისციპლინასთან ერთად ცოტა ლაღად იყვნენ გაკვეთილებზე, ხო? არის ქვეყნები, სადაც დაუშვათ უნდა დაჯდე ისე და გინდა თუ არა ხელს თუ არ აწევ, საფეფარაშოშიც კი არ გაგიშვებენ. მოკლედ, რა საჭირო ხო? და ნუ ჯერ არ ვიცით, სანამ ეს ბავშვები არ გაიზრდება, ხა რამდენიმე თაობა, ვერ მიხვდებით რომელია ჯამში უკეთესი. თუმცა, ნუ ვთვლით, რომ შედარებით მეტი თავისუფლება უნდა მივცეთ, იმიტომ რომ ბოლო-ბოლო წინა საუკუნეში ძალიან ბევრი მოაზროვნე ჩვენს ქვეყანასაც ყავდა. ბევრს არ ჩამოკლია აკაკწერეთის ჩანაწერები გახსოვთ, სადაც ნუ რა ვიცი 9 წლამდე და 10 წლამდე ლამის სკოლაში არ დადიოდა ბავშვები, ეცნობოდნენ სხვადასხვა რაღაცებს. შესაბამისად, ამ მოდელებს ადაკაცობრიობა ნელ-ნელა ცდის და იმისთვის ნაუშად ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ბევრი ჩავატიოთ მოკლე დროში ერთის მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ თავისუფლება არ დაუკარგოთ ბავშვებს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გამეორდებით, თამაში ძალიან ბევრს ნიშნავს ადამიანისთვის. და ზოგადად როგორია წინა სასკოლო მომზადება, რისთვისაა, რა უნდა გავითვალისწინოთ მშობლებმა, პედაგოგებმა, სხვადასხვა სპეციალისტებმა, ვინც ამაზე მუშაობს. ასევე როგორ გადავხდეთ აი თამაშიდან ისე თამაშით როგორ ვისწავლოთ, ამაზე უკვე ჩვენი სტუმარი დაგველაპარაკება. საკუთარ გამოცდილებასაც გაგვიზიარებს ჩვენი კოლეგა მარი კორინთელი, წიგნის კლუბის დამფუძნებელი, ფილოლოგი და ასევე გამომცემელი. შუადღე მშვიდობის. გამარჯობა, მოგესალმებით. მოგესალმებით. რამდენიმე გზის გაწამაწია გაქვს ვიცით ახლა. იმის გარდა რაც ჩამოვთვალეთ რომ ვაკეთებ, შენ არა მარტო ბავშვები წაიყვანეს სკოლაში, არამედ ბავშვები მიიღე ასევე სკოლაში. კი, ბავშვები მივიღე ასევე სკოლაში. განსხვავება თუა. იღებასა და გაშვებას შორის. დიდი პასუხისმგებლობა არის და საინტერესოა რას გვეტყვის მარიამი ზოგადად რას ნიშნავს ბავშვებისთვის პირველი კლასი და რა სირთულეები ახლავს. პირველ რიგში გილოცავთ ახალი სეზონის დაწყებას, ასევე ბავშვებს ვილოცავ სკოლის დაწყებას და მინდა ვუსურვო
განათლების უფლების განხორციელება სრულყოფილად, იმიტომ რომ ბევრი პრობლემის წინაშე დგას დღეს ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა და ასევე უსურვო ღირსეული პირობები იმისთვის, რომ მიიღონ ხარისხიანი და უწყვეტი განათლება. რაც შეეხება ბავშვების გაშვებასა და მიღებას, ხო, სხვაობა არის კი ამაში ნამდვილად. პირველ კლასში მე წელს არ გამიშვია ბავშვი, თუმცა ისე მოხდა, რომ ჩვენმა წიგნის კლუბმა წელს მიიღო პირველკლასელებიც, უფრო პატარებიც, რომლებიც პირველ კლასში შესასვლელად ემზადებიან. ჩვენ ამისთვის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვემზადებოდით, ვაკვირდებოდით ბავშვების საჭიროებებს და ბევრი სირთულეა ნამდვილად, როდესაც ბავშვი მიდის სკოლაში. პირველ რიგში ალბათ ყველაზე რთული ის არის, რომ ბავშვი სრულიად უზრუნველი მდგომარეობიდან, მეტნაკლებად, მაგრამ მაინც ყოველ შემთხვევაში მოვალეობებით არ არიან ხოლმე, ხო, როგორც წესი დატვირთულები სკოლამდე. აი ამ სრულიად უზრუნველი მდგომარეობიდან უეცრად გადადის ისეთ სივრცეში, სადაც მას ბევრ რამეს თხოვენ. მაგალითად, წყნარად ჯდომას დიდი ხნის განმავლობაში, რაღაცების ათვისებას, სწავლას, მეცადინეობას. ეს რა თქმა უნდა ძალიან რთულია, შოკის მომგვრელიც კი არის, როდესაც პატარა მოუმზადებლად მიდის უეცრად სკოლაში. ბავშვმა ნამდვილად სკოლის ასაკამდე უნდა ითამაშოს. ამაზე მე მგონი ყველა უთანხმდებით, რომ კი არ უნდა იმეცადინოს, არამედ მან უნდა ითამაშოს. აი, კარგად ახსენა პაატამ წეღან აკაკი წერეთელი, ეს ძალიან კარგი მაგალითია. იმიტომ რომ სკოლიდან ეს ცნობილი წინადადება გახსოვთ ალბათ ყველა სასწავლო ტექსტში, ხნა, თესვა, თოხნა, მკა, ყველაფერი შეისწავლა პაწია აკაკიმ. ანუ კი გვიან იწყებდნენ ბავშვები მაშინ სწავლას, მაგრამ მანამდე ბევრი ისეთ უნარს ეუფლებოდნენ, თქვათ იგივე მიწაზე მუშაობა რამდენ უნარს ავითარებს, ხო, ეს ხნა, თესვა და თოხნა და მკა პატარა ასაკში. პირველ რიგში ნების შანსი, რომ იქედან აკაკი ჩამოყალიბდა. კი, ნამდვილად. და პირველ რიგში ნების ყოფას, რაც მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, კონცენტრაცია და ასე შემდეგ. და დღეს ცოტა სხვაგვარი მოცემულობა გვაქვს, იმიტომ რომ ბავშვები რით თამაშობენ და როგორ თამაშობენ, ხო? ხშირად ხდება ისე, რომ თამაშობენ, ხო, აი ეს არის, რომ ისინი არ არიან დატვირთული მათი ასაკის შესაბამისი აქტივობებით, არ არიან ჩართული მათი ასაკისთვის შესაბამის თამაშებში, რაღაცა მზა პროდუქტს იღებენ, გამზადებულს, დაღეჭილს, უხარისხოს, მოდი ესეც ვთქვათ, რა ვიცი, ეს კვერცხების გახსნის ვიდეოები და 1000 უბედურება რომ არის ხო, რომელიც რაღაც საშინაო დამოკიდებულებას ავითარებს და აი ამ მდგომარეობიდან, ამ ტიპის ეგრეთ წოდებული თამაშების მდგომარეობიდან გადადიან უცებ სასკოლო და სამეცადინო მდგომარეობაში, ხო? და არის ნამდვილად განსხვავება, რას გულისხმობთ თამაშში, როცა ვამბობთ რომ ბავშვმა უნდა ითამაშოს და სხვა არაფერი მოეთხოვებოდეს სკოლამდე. აი მაშინ ეს უნდა განსაზღვროთ, რას გულისხმობთ თამაშში. ნუ ამაში არ გულისხმობთ რა თქმა უნდა კვერცხების გახსნის ვიდეოების უსასრულოდ ყურებას. გულისხმობთ ხარისხიან თამაშს, რომლის მეშვეობითაც ძალიან ბევრი რამის დასწავლა არის შესაძლებელი. ოჯახიდან დაუშვათ განსხვავებით სპეციალურ დაწესებულებებში, იგივე სკოლამდელი იქნება თუ დაწყებითები, სისტემატიზირებულია თუნდაც ეს თამაშები. და რა განსხვავებაა მაგალითად, რომ ანუ სახლში რაც არ უნდა მინდოდეს, მე მაინც ჩემი ბავშვია. მინდა გავალებიურე, მინდა არა რაღაცა და იქ უკვე რაღაცა გაწერილია და განსხვავება რა არის და დაუშვათ ათვისების სისწრაფე თუ იცვლება ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა იცვლება, სახლში ბავშვი სრულიად სხვაგვარად სწავლობს და კონკრეტულად ამისთვის გამოყოფილ სივრცეში სხვაგვარად სწავლობს, იმიტომ რომ სახლში ბევრი ყურადღების განფანტავი ფაქტორია, ამასთანავე, როდესაც გეუბნება არ წყურია, მაგრამ გეუბნება რომ წყურია და შია, რა თქმა უნდა, მშობელი ამას ვერ ეწინააღმდეგები, შესაბამისად, ამაში დიდი დრო გადის და როცა კონკრეტულად იცის, რომ ის მიდის სადღაც 13-ად 2 საათის განმავლობაში, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო მშობლებს არ უჯერებენ. პროდუქტიული ხდება. კი, არ უჯერებენ. არც ბებოებს. ხო, ესეც კონფლიქტების წყარო ხდება ხოლმე ოჯახში, მშობლებსა და შვილებს შორის, საერთოდ ეს გაკვეთილებში დახმარება, ან რაღაცის სწავლება ძალიან რთულია, იმიტომ რომ მოდი ვთქვათ, თან რატომ არის რთული, ხო, რომ არ დავადანაშაულოთ ასე მშობლები, იმიტომ რომ ხმას კორუფციულ გარიგებაში არიან ბებიებთან და ბავშვებთან. კი ბატონო, აი მაგას დავამატებ, მათემატიკის პედაგოგი და ბებოსთან არ მოემზადოს და მშობელს მოუწიოს თანხის გადახდა და სხვასთან მოემზადოს უფრო პასუხისმგებლობით ვიდრე ბებოსთან. კი, იმიტომ რომ რთულია გამოიჩინო მოთმინება პირველ რიგში შვილის მიმართ, აი რამდენჯერ გამიგია რა ვერ გავაგებინე და წავწოდით მაშინ. გამოთმინება, იმიტომ რომ შენია, შენი შვილია და რაღაცნაირად თან ნერვები გეშლება რომ ვერ იგებს და რას ქვია ვერ იგებს.
და თან ვთქვათ, რომ თანამედროვე ცხოვრებაში ამისთვის დროისა და მოთმინების გამონახვაც ძალიან რთულია. როგორც წესი ამ ფუნქციას დედები ითავსებენ ხოლმე, შენ არ გეხება პატავი. მაგრამ მოდი ეს ვთქვათ, ეს აღვნიშნოთ, რომ დღეს თანამედროვე ცხოვრებაში საგარეო შრომა და ფინანსური პასუხისმგებლობები გადანაწილდა ხო ქალსა და მამაკაცს შორის. ანუ რაღაც ხვანაირი მოდელი მივიღეთ 21 საუკუნეში. გარეთ თანაბრად შრომობს ორივე, ხო? ანუ ეს საგარეო ფუნქციები არის განაწილებული. კი, მანამდე რაღაცები მთაში ხდებოდა მხოლოდ საუკუნის განმავლობაში, სადაც თანაბრად თანაბრად ფიზიკურად შრომობდა. არა, ხდებოდა ადრეც, რა თქმა უნდა, მაგრამ ცოტა სხვანაირ მოდელს ვიყავით მიჩვეულები. მაგრამ ისე მოხდა, რომ საშინაო შრომა არავის გადაუნაწილებია. გამონაკლისებს არ გულისხმობ, რა თქმა უნდა, ხო? ისე სახლში ხალი ბრუნდება სამსახურიდან მამაკაცთან ერთად, მაგრამ ხალი იწყებს სადილის მომზადებას, სახლის დალაგებას და აი წარმოიდგინეთ, როგორი რთულია ამ დროს კიდევ გამოყო 2-3 საათი და გამოიჩინო უსაზღვრო მოთმინება და თან მარტო მოთმინებაც ხომ არ არის, რაღაც სპეციფიკური კომპეტენციებიც ხომ გჭირდება, რომ ხარისხიანად დაუჯდე ბავშვს და ამეცადინო ეს შენი შვილი, ხო? აი ძალიან რთულია, ჩემი აზრით და როდესაც შეიძლება ეს 2-3 საათი გაცილებით უფრო თქვა საინტერესოდ გაატარო შულთან ტკბილად გაატარო ყოველგვარი კონფლიქტის და დაძაბულობის გარეშე თუ საშუალება არის ამისი რატომაც არა ვთქვათ. მარი საინტერესოა როდის მიიღეთ გადაწყვეტილება ამ მიმართულებით ანუ წიგნის კლუბში როგორ გაჩნდა ან რატომ გაგიჩნდათ ზოგადად ეს იდეა რომ ამ მიმართულებით საჭიროებიდან მე როგორც მშობელი აღმოჩნდი რაღაცა აი ამ საჭიროების წინაშე რომ დაწყებით კლასებში ჩემს შვილს სჭირდებოდა ვთქვათ რომ ვიღაცა დახმარებოდა მეცადინეობაში და მე ამისთვის გამიჭირდა როგორც დასაგმებულ დედას დროის გამონახვა და აი ამ საჭიროებაზე ფიქრმა და შემდგომ უკვე მოდი დავარქვათ ამას ბაზრის შესწავლამ განაპირობა ის რომ დავფიქრდი რა მინდოდა ჩემი შვილისთვის და შემდეგ უკვე რაღაც რამდენიმე მოდელი რაღაც სხვადასხვა ვერსია მოვსინჯე და მივხვდი რომ ვიპოვე ის რაც მინდოდა ჩემი შვილისთვის და მე გადავწყვიტე რომ ჩემს წიგნის კლუბში რომელიც განათლების გავრცელებას ემსახურება გადამეტანა ის რაც მსურდა ჩემი შვილისთვის და რაც მომეწონა ასე ვთქვათ ჩემს შვილზე და სიახლე გაგვდა რომელი წლიდან არის შესაძლებელი ახლა სკოლამდელი ჩვენ გვაქვს წინასასკოლო მომზადების პროცესი ასე ვთქვათ ეს უკვე სიახლეა 6 წლის ბავშვებისთვის კი ჩვენ უნდა ვთქვა რომ აი რა მინდოდა და რა აღსრულდა ჩვენს წიგნის კლუბში მე მინდოდა ის რომ ბავშვები ხარისხიანად მომზადებულიყვნენ პირველი კლასისთვის, მაგრამ ეს არ მომხდარიყო აი ძალიან ამბანის სწავლის ხარჯზე ხო და მათემატიკის სწავლებით, აი სწავლებით, ხო, იმიტომ რომ ბავშვს არ უნდა დაუკარგო პირველი კლასის ინტერესი. ის რაღაცისთვის უნდა მივიდეს სკოლაში. მაგრამ მან უნდა იცოდეს რაღაცა ელემენტარული უმარტივესი მათემატიკური ოპერაციები, მაგალითად. უნდა იცოდეს ასოების ცნობა, უნდა იცოდეს, თქვათ, კალმის ხელში, უნდა არა, სასურველია იცოდეს. კალმის ხელში დაჭერა და შემდეგ უკვე ეს დროს უზოგავს ბავშვს, პირდაპირ იწყებს იმის სწავლას, რასაც თავაზობს სკოლა. ეს მშობელსაც ძალიან უადვილებს საქმეს. საერთოდ სკოლამდელ ასაკში კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ესე სწავლებით, ძალიან მკაცრი სწავლების წინააღმდეგი ვარ კი არა, რა ვიცი, მსოფლიო მეცნიერება შეთანხმდა ამაზე, რომ თამაშით უნდა ხდებოდეს სწავლება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ ბავშვს რაიმეს ინტერესი აქვს, ეს ინტერესი უნდა მოუკლა. მე მაგალითად 3 წლის ასაკში ვისწავლე კითხვა, მაგრამ ნახეთ რა არის განსხვავება. მე კი არ მასწავლეს კითხვა, არამედ ვისწავლე კითხვა. თუ კი ბავშვი გეკითხება ეს რასოა, ის რასოა, შენ კი არ დაუთხრა შენ ხომ და თამაშობდე და მე შენ ამას არ გასწავლი, აი რა ვიცი, მოცარტი რომ ისულიყო და ეს რა ნოტიო ეთქო და რომ ეთქო და არა შენ ეზოში უნდა ითამაშა და ნოტების სწავლა შენც არ შეიძლება ხედავთ, არა მე მოცარტი კი არ ვარ. მოდი ფაქტიც აღნიშნოთ ის რომ სოფლიო შეთანხმდა და ფაქტები ქვეყნების სადაც ასეთი თავისუფალი სწავლება პროცენტულობა ასე ვთქვათ წარმატებული ადამიანების რომლებიც ბედნიერი არიან თან მოდი ესეც განვასხვაოთ ხო ბედნიერი არიან თავისი ნამოქმედარი და სოფლიოში ასე ვთქვათ როგორც ამბობენ პარადი მიყავსო აი ესეთი ხალხი ზუსტად ამ ქვეყნებიდანაა ძირითადად. ეს ამ ქვეყნების მოდელია. აი ჩვენ რომ განვითარებულ ქვეყნებს ვეძახით, ამ განვითარებული ქვეყნების სასწავლო მოდელია, ხო? ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ ოქროს შუალედია საპოვნელი
სასარგებლო თამაშსა და სწავლებას შორის და მე მგონია ახლა თუ ძალიან ხმამაღალი განაცხადი არ გამომიმა რომ ჩვენი ოქროს შუალედი ვიპოვეთ. ხომ რომ უნიშნულოვანესი უნდა შევაყროთ. ჩემი შვილისთვის პირველ რიგში და შემდეგ აი თუნდაც ახლა ეს პატარა მაგალითი მახსენდება, მაგალითად აი დაიმატა ახლა გეოგრაფია, ხო? დაუშვათ მე-7 კლასს არა და ერთ-ერთმა ბავშვმა, ნუ აი ესეთი кейსი მახსოვს, თქვა რომ მასწავლებელია რო შემოვიდა, იცითო რართული საგანია, იცითო თავიდანვე რართულიაო. აი ესეო და ეს ბავშვი მევიდა შევეძა და დედა, მე შინია უკვე გეოგრაფიის სწავლა, დავძლევ თუ არა ამ ყველაფერს. ანუ ესეთი შემზადება საგნის დასაწყისში მე მგონი არ არის სასურველი. თან თუნდაც უმაღლესში შორსო წავიდა და რაღაც ეს მოკლედ ვიტყვი, როდესაც თუნდაც რაღაცას სწავლობდით და დღეს რო უყურებ მოდელს მაგალითად, თუნდაც ანატომია, ხო? ერთია, როდესაც შენ წარმოსახვით იზეპირებ რაღაცას და ატლასებში ათვალიერებ ნახატებს, თუ გაგიმართლა კიდე სადმე კლინიკაში რაღაცა თუ ნახე ეს ცოცხლად, თუ არა და დღეს არსებობს სამგანზომილებიანი ციფრული ანატომია, სადაც ყველაფერი და გამახსოვრდება ყველა ანალიზატორი ერთად იმახსოვრებს და ნუ ახ შანსი რა. ამ შემთხვევაში უკვე სურვილი თუ გაქვს მართლა ისწავლის სახლშიც. მართლა საოცარი რესურსები, აი ახლა რომ ვარჩევდით ზუსტად სკოლისთვის, მაგას ვფიქრობდი რომ რამდენი საშუალება აქვს თანამედროვე. აი სანამ დავასრულებთ, მაშინ იმას კითხავ და რამდენი ადამიანის მიღების საშუალებაა დავუშვათ ეს ყოველწლიურად აქტიურად ჩაერთება? ხო, დიდ ჯგუფებს არ ვიღებთ, იმიტომ რომ ხარისხი შენარჩუნდეს განათლების. 6-7 ბავშვი. კი ბატონო, მე პედაგოგი ახსენა და მოგვიყევით იმ პედაგოგებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ აი ყველა იმ უნარის და უნარჩვევების ათვისებას და შესწავლას, რომელიც ბავშვს სჭირდება უკვე სკოლაში შესვლისას. პედაგოგებზე რა შემიძლია ვთქვა, ყოველი მათგანი იმსახურებს ძალიან დიდ პატივისცემას, კარგად იცნობს თანამედროვე მეთოდიკას, ყოველი მათგანი არის პროფესიონალი პედაგოგი და რაც ყველაზე მთავარია, მათ ძალიან უყვართ ბავშვები და ძალიან უყვართ თავისი საქმე. ენთუზიაზმით არიან ახსავსები, ხო, ეს ყველაზე მაგით რომ დაიწყო, ძალიან უყვართ ბავშვები და მე სხვა თავიანთი საქმეც კი, ფანატიკურად არიან შეყვარებულები იმაზე, რასაც აკეთებენ. მოკლედ ახლო წლებში თან ნელ-ნელა ვიცი რომ სხვადასხვა თემაზე ხშირად გესტუმრები ხოლმე, თან დაინახავთ უკვე შედეგს იმისი, რასაც დაუშვათ გეგმავ, რაც ბაზრის კვლევაზე თუნდაც არის დაფუძნებული რაღაცა, მაგრამ პრაქტიკული შედეგი გამოჩნდება და შესაბამისად ამაში შეიძლება კორექტივებით შევიდეს, შეიძლება პირიქით გამტკიცდეს ის რაც ახლა არის და ახლა არის უბრალოდ ერთი აშევჭამე. როგორ მეტყვა სკოლაში განათლება არ ვარ. მოკლედ მარიამ ძალიან დიდი მადლობა, ძალიან კარგ საქმეს აკეთებ ამ თაობისთვის და წარმატებებს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. ნახვამდის. ერთ-ერთ უნიშნულოვანეს თემაზე უნდა ვისაუბროთ ახლა ჩვენ ჩემო კოლეგებო, რომლებიც ძალიან აქტუალურია ჩვენს საზოგადოებაში, როგორ უმკლავდებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები განათლებასთან და ყოველდღიურ სირთულეებთან დაკავშირებულ გამოწვევებს, რა მხარდაჭერას იღებენ ისინი სკოლიდან, რას აკეთებს საზოგადოება მათი თანაბარი შესაძლებლობებისთვის და რამდენად მნიშვნელოვანია რომ ასეთ ახალგაზრდებს ჰქონდეთ мотиваცია, ენერგია და რწმენა უკეთესი მომავლისთვის. სწორედ ამ თემაზე ვისაუბრეთ ჩვენ სტუმართან ერთად, ფონდ იალქნის დამფუძნებელთან თინა აბაშიძესთან. მოგესალმებით. გამარჯობა, მობრძანდით. დღემშვიდობისა. თქვენც უდიდეს საქმეს აკეთებთ, ძალიან დიდი წვლილია თქვენი შეტანი და არაერთხელ გაგვიშუქებია ჩვენ და გვისაუბრია ამ თემაზე. ეხლა სასწავლო პროცესი დაიწყო და გვინდა რომ თითოეული მოზარდი იყოს აი ესეთი შემართებით და ბედნიერად, როგორც არის მათთვის საჭირო და რა უშლის ხელს სოციალურად დაუცველ ბავშვებს, მშობლებს, ოჯახებს. აი ჩვენი წვლილიც უნიშნულოვანესია თითოეულმა რომ შევიტანოთ და ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ ამ სფეროში, რომ გაგვიზიაროთ ჩვენც და მაყურებელსაც. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მე ხარია რომ დაუბრუნდით ეთერს, ძალიან მოგვენატრეთ და მოგვენატრა ის თემები, რომელსაც თქვენთან ერთად ვაშუქებთ და ძალიან დიდ მხარდაჭერას ვიღებთ ყოველთვის თქვენი ეთერით. ამისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და ვიმედოვნებთ, რომ შემდგომშიც ესე აქტიურად გააშუქებთ იმ სოციალურ საკითხებს, რაზეც ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს. სამწუხაროდ დაახლოებით 130 ბენეფიციარიდან სკოლის კარები დღეს ვერ გააღო ძალიან ბევრმა
ბენეფიციარმა, იმიტომ რომ მათ არ აქვს ის შესაძლებლობები, რაც აქვს ყველა ოჯახს, განვითარებულ, ჩამოყალიბებულ ოჯახს, რომელსაც აქვს ის რესურსები, ის შესაძლებლობები, რომ უზრუნველყოს თითოეული ბავშვის სკოლაში დამოუკიდებლად, თავისუფლად გაშვება და თვითონ შეუძინოს ის ნივთები, რა ნივთებიც სჭირდება თანამედროვე თინეიჯერ მოზარდს და დღეს ვიცით, რომ ბავშვები არიან ძალიან განსხვავებულად ემოციურად დამოკიდებული სოციალურ ქსელებზე, როცა უყურებენ თუ როგორ განსხვავებულად იმოსებიან თავიანთი თანატოლი ბავშვები, როგორი განსხვავებული გემოვნება აქვთ ჩამოყალიბებული, თავისთავად მოთხოვნები ამ თინეიჯერებშიც არის ძალიან განსხვავებული და რეალურად სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ოჯახში ყავთ 3, 4 ან 5 შვილი, რეალურად ვერ უზრუნველყოფს იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩამონათვალის შეძენასაც კი, რომელიც აუცილებელი წინაპირობაა ამ ბავშვების სკოლის სივრცეში დასაბრუნებლად. ვიცით, რომ სახელმწიფო გასცემს გარკვეული ტიპის დახმარებას იმ ადამიანებზე, ვისაც აქვს სოციალური ქულა, სარეიტინგო ქულის მიხედვით არის იქ დამატებით 200 ლარიანი დახმარებები მოზარდებზე, მიუხედავად იმისა, ეძლევა თუ არა ძირითადი სოციალური პაკეტი ოჯახს, მაგრამ ის არ არის საკმარისი. რომ მიყვეთ საბაზრო ღირებულებებს 200 ლარი ერთი ბავშვის საკანცელერიო ნივთებსაც კი ვერ უზრუნველყოფს, ვინაიდან დღეს ნორმალური ფეხსაცმელი შეუძინო ბავშვს მინიმუმ 70 ლარი ყველაზე დაბალი ხარისხის, ყველაზე ბიუჯეტური ხარისხის ფეხსაცმელში უნდა გადაიხადო. ეს ისედაც არათანაბარ პირობებში აყენებს სოციალურად დაუცველ მოწყვლად ბავშვებს და ის გარემო, რომელ გარემოშიც ისინი შემდეგ სკოლაში შედიან, სასკოლო სივრცეში, თავისთავად ქმნის იმ დამოკიდებულებას, რომელიც შემდეგ რეალურად ბიძგია იმისა, რომ ეს ბავშვები ქუჩაში გამოვიდნენ და ძალიან ხშირად ისინი წყდებიან სასწავლო პროცესს, სასწავლო სივრცეს, იმიტომ რომ შესაბამის დროს, შესაბამის პერიოდში არ არის მათზე მიწოდებული ის რესურსები, რა რესურსებიც არის ძალიან მნიშვნელოვანი მათთვის. და როგორ ფიქრობთ, სად არის გამოსავალი და საზოგადოების პასუხისმგებლობა როგორი უნდა იყოს? მე არ ვიცი, რამდენად ესე ხელის მიჩნდებით უნდა ვიშვერდე ხელს მუდმივად საზოგადოებისთვის და მიუთითებდე, რომ იცით რა, მოდი შეშულს რო ჩააცვი და დაახურე, შულსაც დაეხმარე. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ის სოციალური პასუხისმგებლობები, რომლებსაც აქამდე ჩვენი ორგანიზაციაც იზიარებდა და ის ადამიანები იზიარებენ, რომლებიც ჩვენ გვეხმარებიან, წელსაც ძალიან აქტიური იყოს, ვინაიდან თინეიჯერების ნაწილში ყველაზე მეტად განვიცდი ამ პრობლემას, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რა რთული სამუშაო პროცესები მიმდინარეობს იმისთვის, რომ მოუწყვიტოთ ქუჩას ეს ბავშვები, დაუბრუნოთ სასკოლო სივრცეში, მივცეთ შესაბამისი განათლება, მივცეთ შანსი შემდგომში, რომ იყვნენ განვითარებულები, შეიძინონ პროფესია და რაღაც მინიმალური უნარჩვევები შეიძინონ ჩვენ ცენტრში. და თუ ჩვენ ვერ შევძლებთ დაუკმაყოფილოთ ის პირველადი მოთხოვნილებები, რაც ნიშნავს იმას, რომ გაუშვათ სკოლაში სრულად მომზადებული თავიანთი საკანცელერიო ნივთებით, ჩასაცმელით და იმ პატარა მინიმალური რაღაც დეტალებით, რაც სჭირდებათ მათ ყოველდღიური სკოლის, ყოველდღურად კარიერაში აღონ სკოლის, თავისთავად ვიცით, რომ ეს ბავშვები ძალიან მალე გამოგვეცლებიან ხელს და სკოლაში დაბრუნდებიან. საზოგადოების პასუხისმგებლობა ალბათ არის შეგნებაზე. ხო, არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწორად აღიქვამენ ამ პრობლემას, რამდენად უყურებენ ამ საკითხს მნიშვნელოვნად და თვლიან, რომ აუცილებელი არის დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ ზრუნვა. თქვენ ახსენეთ, ნახეთ, აი ეს პრობლემა ისედაც დგას, რაც არ უნდა სოციალურად დაუცველი იყოს ბავშვი, სამოსის მიხედვით განსაზღვრავენ ერთმანეთთან ურთიერთ მეგობრობას. ამაში არა მარტო მშობლის, სოციუმის და სახელმწიფოს დახმარებით მოვაგვარებთ პრობლემას, არამედ მასწავლებელიც უნდა იყოს ორიენტირებული იმაზე, რომ თუნდაც სიყვარული დათესოს ბავშვებში და სამოსით არ განისაზღვრებოდეს კარგი ადამიანობა ან კარგი ოჯახი შვილობა. ეს ძალიან დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ თუნდაც არ იყოს სოციალურად დაუცველი და ჰქონდეს შემოსავალი მშობელს და ბავშვს ჰქონდეს ზუსტად სამოსი, აი კიდე სხვა ბრძოლები მიდის, რომ ანუ აი ეს დაუშვათ რაღაც ბრენდი, არა რაღაც ეს ბრენდი და ეს არის საერთო პრობლემა, რაც უნდა აღმოიფხვროს ალბათ ჩვენს სოციუმში. ჯგუფში გადანაწილების მთავარი პრობლემა არის ეს. თინეიჯერები დღეს იბრძვიან იმისთვის, რომ თავი დაიმკვიდრონ კონკრეტულ ჯგუფში. მათთვის არის მიკერძოებული, ვთქვათ, რაღაცა კონკრეტული დაჯგუფება სკოლებში და უნდათ, რომ იმათთან ერთად იყვნენ და ასოცირდებოდნენ ზუსტად იმ წარმატებულ, ლამაზად ჩაცმულ ბავშვებთან, რომლებიც კონკრეტულ ჯგუფს აერთიანებენ.
ამ ჯგუფებში თავის დამკვიდრების მთავარ და მნიშვნელოვან დეტალად თვლიან სამწუხაროს. იმიტომ რომ მათ სხვა საბაზისო უნარჩვევები არ გააჩნიათ. ისინი რომ თავიდანვე ორიენტირებულები იყვნენ იმაზე, რომ განათლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ოჯახმა და სკოლამ უნდა ჩადოს მათში, თავისთავად ეგ საკითხი გადაინაცვლებს მესამე მეოთხე ხარისხოვნად. თუმცა სამწუხაროდ იმ მოწყვეტ ჯგუფებში, რომელ ჯგუფებთანაც მე მიწევს მუშაობა, ძირითადი საკითხი მაინც დგას სამოსი. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ კონკრეტულ ჯგუფებზე და კონკრეტულ ბავშვებზე, იმ სოციუმში, რა სოციუმშიც უწევთ ამ ბავშვებს ყოფნა, იქაც ესე განისაზღვრება, ანუ გაცვია ჩემნაირად ხარ, ჩემნაირად ჩაცმული, მოწესრიგებული ლამაზი, შეგიძლია ჩემი მეგობარი იყოს. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ როცა ვამბობთ, რომ ბავშვი მეორებს ოჯახს, რაც ბუნებრივია ყოველ ჯერზე და პრინციპში ის მიკროსოციუმი თუ მაკროსოციუმი მეორებს საკუთარი დაუშვათ გამოჩენილი, მე არ ვამბობ კარგი, გამოჩენილი წევრების ქცევას. ამ შემთხვევაში თუ ტანსაცმელზე აკეთებენ ბავშვები აქცენტს, ეს იქიდან ხო არაა, რომ ჩვენ სახლში გვესმის. თუნდაც მე მეუბნებიან, რომ ისე არ გაცვია შვილო შენ ისე აიმათნაირად და იმასე თუ ეუბნებიან კიდე რომ შენ აგერა ჩაგაცვია აი ასე და შენ რაღაც გამორჩეული ხარ, თან ბავშვს თავისით არ გამოუშევებია, ხო? ეს მისი დამსახურება არ აქვს. არ არის რომ დაუშვათ რაღაცა აწვია. და იქნებ ეს დასრულების პრობლემა უფრო ვიდრე ბავშვების. რა თქმა უნდა, ბავშვი მაგალითს იღებს ოჯახიდან და იმ სოციუმიდან, რა სოციუმშიც ისტრიალებს და სადაც ესმის, მაგრამ მე შარშა მქონდა ძალიან ისეთი მძიმე და რთული შემთხვევა ერთ-ერთ კერძო სკოლაში, როცა ბავშვებმა, ძალიან პატარა ბავშვებმა პრაქტიკაზე მისული სტუდენტი მასწავლებელი დააბულინგეს იმისთვის, რომ მას არ ეცვა შესაბამისად ლამაზად და ისე ბრენდულად, როგორც იმ სკოლის მოსწავლეები იცნობდნენ. წარმოიდგინეთ, ახლა ეს გადმოვიტანოთ იმ სოციალურად დაუცველი ბავშვების გარემოში და იმ სოციუმში, სადაც ამ ბავშვებს უწევს თავის დამკვიდრება და თავის გადარჩენა. რთული ფსიქოლოგიური წნეხის გავლა უწევთ ამ ბავშვებს და არავინ არ არის იმ უნარჩვევების მქონე, არც პედაგოგი, არც დამრიგებელი, არც მშობელი, რომელიც დაეხმარება და მისცემს მაგალითს, რომ იცი რა, რაც გაცვია, ეს არ არის მნიშვნელოვანი. მთავარია შენ მიიღო განათლება, ისწავლო და შექმნა საკუთარი თავი, საკუთარი პროფესია გქონდეს და შემდეგ დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო. თავი აქ რა გაცვია. ხო, აქ რა გაცვია, თუმცა ამის მიმთითებელი არ ყავს ბავშვს. ანუ ამას სჭირდება სწორი კომუნიკაცია, ამას სჭირდება სწორად მიწოდებული ინფორმაცია, ამას სჭირდება სწორი მაგალითი თუნდაც საკუთარ თავზე დაანახო, რომ იცი რა, მეც თავისუფალი ადამიანი ვარ, მეც არ ვიცმევ რაღაც განსაკუთრებულს, მაგრამ მომწონს ჩემი თავი, მიყვარს ჩემი თავი და ვიღებ ჩემ თავს ისეც როგორიც მე ვარ. ანუ რაც მაცვია, იმით მიყვარს საკუთარი თავი. ამის მაგალითები რადგან ძალიან ცოტაა, რადგან სკოლას და მასწავლებლებს არ შეუძლია ის პირველადი სიყვარულის ჩადება არასრულ წოვნებში და თინეიჯერებში განსაკუთრებით, რომ არ განისაზღვრებოდეს ტანსაცმლით, ჩასაცმლით, რეულებით. ანუ ყველაზე საშინელი მაგალითები იყო წელს ბედნიერია რომ ესეთი შემთხვევა არ მქონია, მაგრამ გარკვეული წლების წინ, როცა პირველად ეთნიკური უმცირესობები შეიყვანეს სკოლაში, გადაწყვიტეს, რომ ყველაზე დახეული წიგნები სკოლას უნდა მიეცა მათთვის, იმიტომ რომ ეთნიკური უმცირესობები მაინც დახევენ, ანუ უკვე გაავლეს სხვარი, უკვე მიუთითეს, რომ ესენი არიან ეთნიკური უმცირესობები, მაინც დახევენ ამ წიგნებს, რაც უნდათ კარგი წიგნები, ხო? ანუ ჩვენს გონებაში ცხოვრობს ის მონსტრები, რომლებიც პატარა ბავშვებს შემდეგ აძლევენ იმის შესაძლებლობას, რომ სხვა ბავშვები დააბულინგონ. ან ჩვენ ვართ ეს მაგალითები სამწუხაროდ, ის ადამიანები, რომლებიც რეალურად ზრუნავდნენ, უვლიდნენ ამ ბავშვებს და მათ ბედნიერებაზე ვზრუნავდეთ იმისთვის, რომ თანაბარ პირობებში იყვნენ ჩვენი შვილებთან, იმისთვის, რომ მათი კეთილდღეობა ზუსტად ისე გვაღელვებდეს, როგორც ჩვენი შვილების. ჩვენ ვართ ეს ბოროტი ადამიანები, რომლებიც ამ მესიჯებს ბავშვობა, ჩვენს რაღაც გამოცდილება მივიღეთ, რაღაცეებში გავწმილდით, შემდეგ ეს ვერ გადავამუშავეთ. და ამიტომ ეს უკვე გავავრცელეთ მომდევნო თაობაზე და პრინციპში ასე ჯანმრთელობად, რომელიც დაწყებულია შეიძლება 2000 წლის. სამწუხაროდ ჩვენი პირადი ტრავმებია ამ ცხოვრებას ხო გამოცდილება აქვს თავისი ხო მივდივართ იმ დასკვნამდე რომ ტანსაცმელი არ არის მეგობრობა, რამე რო გაგიჭირდეს, სამოსი ვერ დაგიდგება გვერდით ხო, პიროვნება დაგიდგება და მშობელი როგორ უნდა ასწავლიდე შულს რომ აი დედა კარგად რო ასწრია და აი ეს ბრენდი რო აცვია, აი ამასთან იმეგობრე და ამას კარგი შემოსავალი აქვს. იმიტომ რომ ანუ როგორი რაღაცა იცი, აი მეგობრობას
სულს და სიყვარულს და თანადგომას ვერაფრით ვერ იყიდი. აი ეგ არის ზუსტად რასაც ვერ იყიდი და რაც მნიშვნელოვანია. ნუ სანამ დავასრულებთ, გვაქვს რამდენიმე წამი დარჩენილი, უბრალოდ გითხარით ამ შემთხვევაში მეორე მხარეც, ანუ ფარცებს ფონდი თავისით ჰაერიდან არ გამომიშვებს, რა ადამიანების კეთილდღეობაზე დამოკიდებული. ამ წლების განმავლობაში თქვენი მუშაობის შედეგად, არსებობის შედეგად აი ესე რომ ანუ ხედავთ ამ ყველაფერს, ასე დონორები თუ დაემატა. სიმართლე გითხრათ, წელს რატომღაც ვეგონა რომ დამოუკიდებლად გავართმევთ თავს, იმიტომ რომ რამოდენიმე კლინიკას ან უცხოეთში, თურქეთში გვაქვს ხელშეკრულება დადებული, რომლებაც გადაწყვეტეს, რომ რაღაცა სიკეთის სახით მინიმალური რესურსი ჩაედოთ ამ ბავშვების დახმარებაში და საკანცელარიო ნივთების ნაწილი მათი შემოწირულობით შევიძინეთ. თუმცა არ გავეგონა ამ ხელა გამოწვევის წინაშე თუ დავდგებოდით, აღმოჩნდა რომ 80% ბავშვი ჩანთა არ ქონე, ვერ შეუძინებ შოპელმა და ვინაიდან შარშან ჩვენ შევიძინეთ და საკმაოდ დაბალ ბიუჯეტიანი შანთები შევიძინეთ რაღაც 55 ლარი იყო თითეული და იცით ახლა ეს ჩინური ვერსიები როგორი მოსახმარია და არამგრადია. სამწუხაროდ ფაქტის წინაშე დავდექით რომ არც ერთ ბავშვს სკოლაში წასასვლელი ჩანთა არ ქონდა. ეს არის წელს ჩვენი მთავარი გამოწვევა რომ ძალიან დიდი მადლობა. ანუ ნებისმიერ მოქალაქეს, ვინც გაიგებს თქვენს ანგარიშის ნომერს და Facebook-ზე ადვილად გიპოვეთ, შეუძლია თავის სტილი სურვილი და პასუხისმგებლობა გაიზიაროს და ვიღაცას შეუძინოს ჩანთან ჩანთის ნაწილი. ჩვენ შეგვიძლია მოგეწოდოთ ოჯახის საკონტაქტოები და პირადად მივტანოთ. წელს ვირჩევთ რომ თქვენ თვითონ გააკეთოთ ეს სიკეთე, თქვენ თვითონ მოიტანოთ ნივთები და შეიძინოთ ზუბალაშვილის 31 ნომერში ვართ უცვლელად უკვეტლებია. გვინდა რომ თქვენ თვითონ დაინახოთ ამ ბავშვების სახეები, როგორი ბედნიერები და გახარებულები არიან დღეს თითოს ორ კალამს რო ვაძლევდით რაღაცა სასწაული ამბავი ეგონათ ეს ამბავი. ამიტომ გახდეთ სიკეთის მონაწილეები, თქვენ თვითონ შეგიძლიათ მოიტანოთ ეს კონკრეტული ნივთები ჩვენს ცენტრში. ძალიან დიდი მადლობა და იმედი მაქვს რომ უკავშირი იქნება, რომელიც არ დააყოვნებს და ეს იქნება ძალიან მალე, იმიტომ რომ ამ ბავშვებს და ამ ოჯახებს ძალიან სჭირდებათ ჩვენი გვერდით დგომა, დავემშვიდობებით სტუმარს და რამდენიმე წამში ისევ დავუბრუნდებით. დავბრუნდით ისევ და გადაცემას ვაგრძელებთ მორიგი საინტერესო თემით მომავლის პალიტრაზე უნდა ვისაუბროთ და მათ ღონისძიებათა ციკლს, რომელსაც ჩვენ არაერთხელ ვაშუქებთ ხოლმე, არ დაივიწყოთ ქართული, მოკლედ უნდა ვისაუბროთ მიმდინარე გეგმებზე, სამომავლო გეგმებზე. მე ერთი სიახლე მაქვს და სანამ სტუმრებს შევუერთდები, ვიტყვი რომ 25 სექტემბერს თოჯინების თეატრში პრემიერა გაიმართება, თუ რა პრემიერა იქნება, ამაზე უკვე სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. ჩვენი სტუმრები არიან მომავლის პალიტრის დამფუძნებელი თამარ ტუღუში და მოსწავლე დავით ზაქარიაძე. დღემშვიდობისა მოგესალმებით. მოგესალმებით. მოკლედ მოგვიყევით მიმდინარე გეგმებზე, ჯერ რა სპექტაკლი იქნება და შემდეგ გადავიდეთ გეგმებზე. სამომავლო გეგმებზე. პირველ რიგში საინფორმაციო მხარდაჭერისთვის თქვენ შემოქმედებით გუნდს და სრულიად დაჭერის ტელევიზიას. რაც შეეხება 25 სექტემბრის, ასე ვთქვათ, სადებიუტო კვლავ ჩვენებას, ეს გახლავთ შეხვედრა კლასიკოსებთან. გაერთიანებულია ის უძვირფასესი ადამიანები, რომლებიც ეროვნულობას, იმ ქართულ სულს, იმ ქართულ იდენტობას, რომელსაც დღემდე ვინარჩუნებთ თითოეული ჩვენგანი და გადავცემთ ჩვენ შვილებს და შთამომავლობას. ეს არის ის ილია ჭავჭავაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, აკაკი წერეთელი, ვაჟა ფშაველა, დავით სარაჯიშვილი, როგორც მეცენატი იმდროინდელი დიდებული ქართველი საზოგადო მოღვაწეები და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროექტში არის ის არ დავივიწყოთ ქართული, იცით ეს ღონისძიებათა ციკლი, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ეს შეხვედრა კლასიკოსებთან. ძალიან საინტერესო პროცესია და ზოგადად ერთ რაღაცას ვიტყვი. თვითონ სახელწოდება, ანუ იმდენად პასუხისმგებლობით მაღელვებს, ანუ და მანერვიულებს, რომ აი რაც დრო გადის, აი უფრო და უფრო ხვდები თუ რა მნიშვნელობა აქვს აი ამ პროექტს თითოეული, ასე ვთქვათ, მონაწილისთვის ერთია და მსმენელისთვის, თუნდაც ეხა თვითონ პასუხისმგებლობა, აი ადამიანი რომელიც ეხა ისმენს, რომ აი არ დავივიწყოთ ქართული, აი
იყო არის ხდება ხო თქვენც არაერთხელ გიკითხავთ აი მახსოვს მე რომ ითაკობ რატომ ეს სახელი აი რატომ გაჩნდა ამისი საჭიროება და მაპატიოს უბრალოდ ყველამ რომ აი ეს შეიძლება თამამი ან რაღაცა ზედმეტი არ ჩამითვალოს მინდა საზოგადოებას ბოდიში მოუხადო იმისთვის რომ ესეთი ხმამაღალი განცხადება გამომივიდა შეიძლება პროექტის სახელწოდებიდან გამომდინარე და ვთხოვ ყველას რომ აი მაქსიმალურად რეჟისორი იქნება სცენარისტი ფილოლოგი პედაგოგი უბრალოდ ამ პროექტის სულიერება უფრო ღრმად გაიგონ და მნიშვნელობა ვიდრე კონკრეტულად კრიტიკულად ნუ შემაფასებ თავს ვიზღვევ ხო ეხა ანუ რეალურად ესე გამოდის მაგრამ მადლობა კიდევ ერთხელ ყველას ხარდაჭერისთვის გამართლება შეიძლება მოვუძებნოთ იმით რომ პროექტის მიზანს ასახავს სახელწოდება და ამიტომ ვფიქრობ რომ ძალიან სწორად შეარჩიეთ ეს სახელწოდება რა არის მიზანი თქვენი აი აღნიშნული პრემიერის სათქმელი რა იქნება ეს მაყურებლისთვის რატომ შეირჩა კი ვახსენეთ რამდენად მნიშვნელოვანი არის ეს ყველაფერი მსმენელისთვის მაგრამ ზოგადი მიზანი რა არის ლიტერატურული ნაწარმოების პოპულარიზაცია მოზარდებში კულტურა ისტორია და ის ყველაფერი რაც დღემდე კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ გვაქვს და შემოგვინახა წარსულმა და წინა თაობამ რომელსაც ქვია ქართული სული, ქართული გენი. გამომდინარე, ანუ თანამედროვე, ასე ვთქვათ, ტექნიკა შესაძლებლობები, არაერთი პროექტი არსებობს, წიგნის კლუბი, ანუ და სხვა მიმართულება, მაგრამ არის პრობლემა მოზარდში, მომავალ თაობაში, არ არის საკმარისი სკოლა, ამას ჭირდება რაღაც დამატებითი და არაფორმალური განათლება. კიდევ ერთხელ მე არ ვეხება განათლების სფეროს, არ ვაკეთებ არანაირ ამბიციურ განცხადებებს, თამამით უბრალოდ შეიძლება გამოცდილებიდან გამომდინარე ვარ. შეიძლება მოსწავლემ სკოლაში არ წაიკითხოს ის კონკრეტული გაკვეთილი საგანი დავალება, მაგრამ არის ის მომენტი და ფაქტი, რომ მივაწოდოთ სხვანაირად. აი რა დამოკიდებულება აქვს თვითონ მოსწავლეებს და რა სირთულეებს აწყდებით? ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თქვენი მიზანი ზუსტად ის არის, რომ ეს სირთულეები დაძლიოთ, ეს თაობა უფრო მეტად დაინტერესდეს და ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს აი ზუსტად უკუკავშირის გაზიარების საშუალება დავითთან. დავით, შენი აი ეს პროცესი, აი მდგომარეობის და უკუკავშირი გაგვიზიარე, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ეხლა ძალიან ბევრი ახალგაზრდა გისმენს და მნიშვნელოვანია მათთვისაც აი ეს მესიჯი, რასაც იტყვი ახლა და გააზიარებ. პირველ რიგში გამარჯობა და მინდა გითხრათ ის, რომ ახალგაზრდობის დამოკიდებულება თეატრთან, სპექტაკლთან, მე რასაც ვხედავ, მოდი ვიტყვი, მე როგორი დამოკიდებულება მაქვს ამასთან დაკავშირებით, ეს შემდეგია. თავისთავად რთულია სამოყვარულო დონეზე შენ ეზიარო იმ კლასიკას ბრჭყალებში ვიტყვი, რასაც მსახიობები თუნდაც ჩვენ დრამატულ თეატრში გვაძლევენ, გვაჩვენებენ და ასე შემდეგ, მაგრამ როგორც ასეთი, ჩემი პოზიციიდან კვლავ ვიმეორებ, ეს არის დიდი ახალი გამოწვევა იმის და თავისთავად პასუხისმგებლობა, რომ დავანახოთ საზოგადოებას ჩვენი მესიჯი სწორად და ვუთხრათ თუ რას ნიშნავს ჩვენთვის ქართული სული, კულტურა, ენა და როგორც ილიამ დაგვიტოვა სამი საგანძური, ჩვენ ვუთხილდებით მას, ეს არის მამული, ენა, სარწმუნოება. კი ბატონო, და ძალიან სასიამოვნოა ესეთი ახალგაზრდა მსგავსი უკუკავშირი და რაც შეეხება მსახიობის ოსტატობას, აქ შესაძლებელია ზუსტად რომ დაინტერესებული თაობა შემდეგ თუნდაც თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარებაზე ფიქრობდეს. ეს არის ნაბიჯი, აი ხელოვნებაში ზუსტად თაკო და ძალიან დიდ საქმეს ემსახურებით. აი ხა მაინტერესებს რა პრობლემებს აწყდებით პირადად თქვენ, იმიტომ რომ მედალს ორი მხარე აქვს, როგორც ვიცით, კი ეს ყველაფერი ძალიან კარგია და სასურველია ახალგაზრდებისთვის, მაგრამ არის პრობლემებიც. აი ამ პრობლემებზე ვისაუბროთ. მოკეთ, რა თქმა უნდა, ზოგადად არის ესეთი კარგი ნათქვამი, რომ პრობლემა, რომელსაც ფინანსებით ან ბრჭყალებში ფულით გადაჭრი, პრობლემა არ არისო, ხო? ეგრეც არის, მაგრამ ნებისმიერ საკითხს, რომელსაც დღევანდელ დღეს ადამიანი დასვამ, ყველაფერს სჭირდება, რა თქმა უნდა, ფინანსები და ხარდაჭერა, როგორც ტექნიკური, ადამიანური რესურსი და ასე შემდეგ.
მადლობა ღმერთს, 2023 წელს, როდესაც პირველად გავაკეთეთ, მაშინ გვერდით კერძო სექტორი და კერძო ბიზნესი და ირაკლი ყვარღელიძეს ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი და ეხლა უკვე მოხდა ისე, რომ პროექტი სწორად მივაწოდეთ, ესე რომ ვთქვათ, ჩვენს ასე ვთქვათ კულტურისა და ასე ვთქვათ სხვა საზოგადო იმ კონკრეტულ სფეროს, რომელსაც წარმოადგენს ჩვენი ადგილობრივი, ასე ვთქვათ, თვითმმართველი ქალაქის მიერ გამოცხადებული შემოქმედებითი პროექტები. ეს გახლავთ ქალაქ ბათუმის მერიამ, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოგვიცხადა მიმდინარე პროექტში, ასევე აჭარის კულტურის სამინისტრომ და კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან დიდი მადლობა ყველას, მადლობა პროექტში ჩართულ ყველა იმ ადამიანს და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროექტის მასშტაბურობა არის ის, რომ ქედის სახელოვნებო სკოლა ირინა დევაძე ხელმძღვანელია, მადლობა მას, არსებული მუსიკალური გუნდი ჩანგი ამ პროექტში ღებულობს მონაწილეობას 31 ბავშვი, წარმოიდგინეთ, აი უშუალოდ იმ ქართული რაღაც ჰანგებით რო იტყვიან, ცოცხლად ხდება ეს ყველაფერი და ამისთვის თითოეულ პედაგოგს მადლობა, მადლობა სცენარის ავტორს, რა თქმა უნდა, შორენა ვერძაძეს იმ თითოეულ მშობელს კიდევ ერთხელ ვამბობ და მე მჯერა იმისი, რომ ეს პროექტი კიდევ ერთხელ არაერთხელ მithქვამს და გავემეორებ, გაიზრდება იმ ღირებულებებით და გადავლახავთ ყველა იმ სირთულეს და დაბრკოლებას, რაც აქამდე გქონდა. ბევრჯერ რაღაცეები გვეთკიდა, ბევრჯერ გვჯერა, რომ ეხლა უკვე გავიმარჯვებთ და წინ სწორად წავალთ ყველა იმ მიმართულებას, რასაც ქართული სული და ქართული, ასე ვთქვათ, გუნდი ემსახურება თქვენი თამადობით, ვიტყვი, კი რა, ჩვეულებრივი ადამიანები ხართ წარმოდგენილი, ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი მომავალი თაობისთვის ძალიან სწორად მივიტანთ ამ სათქმელს, რასაც ეს პროექტი ემსახურება. მე მახსოვს წინა სტუმრობის დროს თამარმა გითხრა, თქვენც გელოდებით ჩემთან. აი, ხო და ნახე, ეს რეალობა უკვე ყველაფერი შენი დრო, ხო? ანუ მართლა ეგრეა, ეს პრობლემა ზოგადად არის ის, რომ ადამიანს, როდესაც მოიწვევ, ადამიანს, როდესაც თხოვ, რომ აიცი გვერდით დამიდექი, აი მნიშვნელოვანია ის სწორად დააფასო თითეული ადამიანის დრო გვერდით დაგიდგე, კი მესმის, მაგრამ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და მუდმივად ძალიან რთული ადამიანები დავავალდებულოთ. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ თქვენ შეძელით ეს და არაერთმა ადამიანმა ეს პროექტი ესე ეტაპობრივად გაზარდა და მადლობა კიდევ ერთხელ იმ ყოველ ადამიანს, ვინც გვერდით მიდგას ამ პროექტის განვითარებაში. კი ბატონო და სამომავლო გეგმებზეც რომ მოგვიყვეთ, რა გაქვს დაგეგმილი? მე მჯერა უკვე დაწყებული სამზადის რომ ეს სამზადისი რომელიც უკვე წლებია კიდევ ერთხელ ვამბობ 2017 წლიდან ეს პროექტი აი ბრუნავს და აი ვცდილობ არ დავნებდი და ალბათ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე თავარი გეგმა რაც არის იმ უცხოეთში მცხოვრები ქართველის მიმართ ქართველი ბავშვების ოჯახების ჩართულობა ამ ქართულ პროექტში აუცილებლად ძალიან მალე განხორციელდება. ასევე ეს პროექტი აუცილებელია განხორციელდეს საქართველოს მასშტაბით, აი როგორც ტური ერთი და როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. მე კიდევ ერთხელ ვამბობ და მაქვს ეს ამბიცია. არ დავთმო ფარაფას, ყველაფერს დავიწყებ აჭარიდან და პირველი აი ეს, იმიტომაც არ წავედ. მქონდა შემოთავაზება, მოდი იქნება აქედან არის ადამიანები, რომლებიც დაინტერესდება, მაგრამ არა. ყველაფერი მართლა მაპატიეთ, მაგრამ არის ის განცხადება და ის ამბიცია, რომ მე ჩემი ბათუმელობით, ჩემი აჭარლობით, რო იტყვიან, ჩემი რეგიონის, ანუ ასე ვთქვათ, მართლა წარმატებით მაქსიმალურად გავაკეთებ იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ აქედან დაიწყო ეს პროექტი. რეალურად დაწყებულია. გვაქვს, რა თქმა უნდა, ხელვაჩაურში ჩვენება დაგეგმილი, ანუ ბათუმის პრემიერის შემდეგ ოქტომბრის თვეში და ასევე მაღალმთიან აჭარაში. და არაერთხელ დედაქალაქშიც იყავით მიწვეულები. კი ბატონო. და ჩვენ ის გადაგვრჩენია, რომ მადლობა გითხრათ ერთგულებისთვის. მადლობა თქვენთან. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებთ. არაერთხელ იქნებით ჩვენი გადაცემის სტუმრები. ჩვენ დავემშვიდობებით ჩვენ სტუმრებს და რამდენიმე წამში ისევ დავბრუნდებით დარჩით ჩვენთან. მოკლედ ბევრი სასიკეთო საქმე კეთდება ჩვენს ქალაქში.
კი. და რა თავარია არა მხოლოდ ამ ქალაქში და გუშინ მაგალითად ვინც გვიყურებდა გავახილ ალბათ იმაზეც ყურადღება რომ რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს რაღაც პროცესები რომ მოხდეს საუბრად თუ ქვეყანა დეცენტრალიზაციას ამ შემთხვევაში სწორ რაღაცას გულისხმობს ვერ ახერხებს აი ასე მთლიანად მაშინ ძალიან დიდი მისია თავის თავზე უნდა იყოს კულტურამ მთლიანად განათლებამ და ხელოვნებამ ხო უნდა მოხდეს ასე გათქვეფა ყველაფრის და იქნებ მე დავფიქრეთ რომ თვითმმართველობა ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც ყოველი დავუშვათ ის რაღაც პატარა კერა არსებობის სადაც ფართ ადამიანები ძალიან მნიშვნელოვანია და იქ მყოფი ადამიანები გაცილებით უკეთესად მოაგვარებთ ხოლმე იმ ასე ვთქვათ წყურვილს ვიდრე ადამიანები რომლებიც იქიდან თუნდაც 500 კილომეტრში ცხოვრობენ ხო და ძალიან კარგი ახლა ისმენდით ხო აგერ ზემოთხულოში რაღაცა ხდება იქ რაღაცა ხდება ქედაში რაღაცა ხდება და აქაც გამონაკლისი არ არის ალპური ზონის თეატრების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა უკვე ვინც ამას სოციალური ქსელით ადევნებდით თვალყურს და ინახავთ ალბათ ძალიან ბევრ ფოტოს და ვიდეოს ჩვენთვის მაგრამ ნაცნობი ადამიანები რა ხარ იყო ამას ორმაგი ხალისით ვაკეთებდით იმიტომ რომ ერთია როდესაც ფესტივალის არსებობა და ნებისმიერი ღონისძიების არსებობა გიხარია მაგრამ როცა შენიანებია კიდევ უფრო საინტერესო წამოწყებაა და მე მგონი წელს პირველი იყო ხო? კი და თან ალპურ ზონაში იგულისხმება არა ბარის მოდი რა იგულისხმება სტუმრების გამო თვითონ სტუმარი ვინც უნდა მოვიწიოთ ძალიან ბევრ ფესტივალს აკეთებს და ძალიან აი ესე დახვეწილია ამ სფეროში და გვეტყვის როგორ ახერხებს ამ ყველაფერს მეც არის ხო მოგეთ მარეხ ტუღუშს ველოდებით ფესტივალის მენეჯერს და ბატონ თამაზ ბოლგვაძეს ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელს მოგზავნით თუ შეიძლება მოგესალმებით მშვიდობისა მოგზავნით შენიანობისთვის მადლობა ძალიან დიდი არაერთი ფესტივალის ეს პროდიუსერმა დავავალა სული ჩამდგმელი ხარ მარეხ ძალიან დიდი მადლობა გამარჯობა როგორ ხართ თქვენ როგორ ხართ ბატონო ჩვენ როგორ ვართ პოსტ ფესტივალი ფიქრობ რომ უკვე ბედნიერები ვართ და მადლობა ღმერთს რომ მინიმუმზე მეტი გამოგვივიდა რაც გვინდოდა მაქსიმალური გვეჩვენებია. და როგორც ვიცით მარტო ადგილობრივები არ მონაწილეობდნენ ამაში, იყო ხალხი სხვადასხვაგვარიდან და აი დეტალები რომ მოგიწევთ. აბსოლუტური სუბიექტური კი რა ობიექტურობით მინდა რომ იდეის ავტორმა დაიწყოს ამ ყველაფერზე საუბარი და მაშინ მოусმინოთ ბატონ თამაზის. მაშინ ვიწყებ ეს. თუმცა პროგრამა მოგიტანეთ და ბევრი რამ კიდე რითიც შეიძლება გაიცნოთ. ფიქრობ საინტერესოა თუ დავიწყებ იქიდან რომ ეს იდეა გაჩნდა მაშინ როცა გამოცხადდა განათლების სამინისტროში თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების არჩევის პერიოდი ანუ ამით მინდა განსაზღვრო ეს 3 წლის იდეაა მე 4 წელი დაიწყო და იქ ჩემს პროგრამაში გააზრებულად ჩაიდო ეს იდეა კონცეფციით გარკვეული პერიოდი თეატრში მუშაობისას ბუნებრივია იქნებოდა განწყობა რომ ეს იდეა არის საფუძვლიანი რათა განხორციელდეს ის ეტაპობრივად იქნებოდა ჯგუფი წყალებდებოდა და საბოლოო სტარტამდე როგორც თქვენ ახსენეთ შემოსვლის პროცესში ჩაერთო ძალიან გამოცდილი ფესტივალებში ქალბატონი მარეხ ტუღუში და სტარტის ათვლაც დაიწყო მაშინ. ფიქრობ რომ იყო ეს ჩარტო ძალიან შედეგიანი, იმდენად რამდენადაც ჩვენი არა, მაგრამ მაინც გაბედულად ვიტყვი რომ ძალიან დახვეწილი და კომპეტენტური ფესტივალი გამოგვივიდა. და რა ანუ აქცენტი არის ალპურ ზონაზე ხო ხა? უბრალოდ სათაური არ არის. რა განსხვავება ხოლმე თის ფესტივალებსა და ბარის ფესტივალებს. ფესტივალებს არ ვიცი ჩვენ პირველად ვიგემეთ ეს რა არის თის ფესტივალი, მაგრამ როცა ნახეთ რომ მოვიწვიეთ და აქცენტიც ამაზე იყო რომ თის თეატრები იყო აქცენტი მოწყობილი. საფრანგეთი, მონაკო, იტალია, შვეიცარია, ლიხტენშტაინი, გერმანია, ავსტრია, სლოვენია. ეს ყველა ვინც გავაგებულია იქ, სადაც ალპური ზონის ქვეყნები. და ამათან გეოგრაფიული, კულტურული კვლევა გაკეთებულია, რომ სამომავლოდ უფრო გაიზარდოს არეალი ჩვენი ფესტივალის. შესანიშნავი. კარგით, მოდით ჩატარებულ ღონისძიებაზე მოგვიყევით. ახლა როგორ მიმდინარეობდა, რამდენად ხო, კმაყოფილები ხართ და როგორი იყო მისი გემო?
ბევრი ჩვენი ნაცნობი და გამოცდილი ადამიანი მონაწილეობდა ამაში. ძალიან დიდი მადლობა მართლა იმ წარდგენისთვის, ბედნიერი ვარ, რომ რაღაცა ფესტივალებთან ასოცირდები, უდიდესი მადლობა ამისთვის. მთის და ბარის თემას დავუბრუნდები, რა განსხვავება არის მათ შორის. მთაში ლაღი ხარ, ბუნება, ეს ეგზოტიკა, ძალიან ბევრი რამ კიდევ არის. მიუხედავად იმისა, რომ კაცრი კლიმატია. კაცრად ლაღი ვარ. კაცრად ლაღი ხალხია. კაცრად ლაღი ვარ, იქ ხო, ნუ განსხვავებული ხიბლი აქვს. აქვს ეს ქალაქური ფესტივალები, მე არ მინდა ამ დეფინიციას მივცე მიმართულება, მაგრამ ხო, აი ქალაქში ეს სხვა რესურსია. და პოპულარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესი. ის რესურსი, რომელიც მთაში არის, აბსოლუტურად გვინდოდა რომ გამოგვეყენებინა ადაპტაცია ბუნებასთან. გახსნა-დახურის ცერემონია გვქონდა გარესივრცეებში და სიმწვანე თავისას შვება, თავისუფლება მართლა ყოფილა მთებში. ანუ თან შემოქმედებითი კარგი პროდუქტებიც თუ გიწყობს ხელს, რომ გარეთაც გქონდეს ჯადოქრობა და თეატრშიც, ხო, მთლიანობას ქმნის და პირველ სეზონზე ჩვენ იმ ალპური ზონის ქვეყნები ხა ჩამოთვალეთ. პირველ სეზონზე გვქონდა გამოცდის ეტაპი. ადგილობრივი მატერიალური, ტექნიკური ბაზა, ადამიანური რესურსი ჩვენ ძალიან დაკვირვება, შეფასება. ჩვენ ერთმანეთი უნდა გაგვეცნო. პირველივე სეზონზე პირველივე კვეთა ფესტივალით რომ მოხდა. გამოიკვეთა მაშინაც კი როცა იცნობ ადამიანებს. მხოლოდ საკეთილდღეოდ ფესტივალის და გვქონდა მადლობა ღმერთის შედეგი, რომელიც ერთ ფრაზაში მოიქცა ჩემთვის სტუმრისგან ფესტივალიდან ყველამ თავისი წილი ბედნიერება წაიღო. ამაზე მეტი მგონი არ ვიცი, ნუ პირველი სეზონისთვის ძალიან ბევრია. სპექტაკლების გარდა ასევე ჰქონდათ კიდე მასტერ-კლასები, როგორც ვთქვი, ხო? ანუ თეორიული მუშაობაც ჰქონდათ. კი, ანუ აუცილებელი არის მსჯელობა კონფერენციით დავიწყეთ ჩვენ, უბრალოდ სპექტაკლით დაიწყო, სპექტაკლი მასპინძელმა თეატრმა წარმოადგინა, შემდეგ კონფერენციით, რომელიც ვფიქრობ, რომ ყველა ფესტივალს სჭირდება. იქ მლაშა ჩხარტიშვილის, ბატონი ლაშა ჩხარტიშვილის, ნერონ აბულაძის მედიაციით ძალიან ბევრი თემა გაიშალა, რომელიც არა მხოლოდ მთის თეატრს უნდა კონდეს აქცენტირებული ქართულ თეატრში და ზოგადად თეატრში, ხელოვნებაში, რაც მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ შემდეგ მივცეთ მიმართულება ძალიან ბევრ მატერიალურ ტექნიკურ ბაზას, ადამიანურ რესურსს, ყველაფრის კომბინაცია არის ფესტივალი და მართლა სამი დღეზე იმი გამოგვივიდა ისეთი ხო, ნუ შემდეგ მოხდა ის, რომ ეს ვორქშოპები, რომელიც გერმანელმა შემოგთავაზა, იაპონელმა შემოგთავაზა, მსახიობებისთვის იყო აბსოლუტური საშუალება, რომ არ ყოფილიყო მოვედი დავესწარი სპექტაკლს, შემეცნებითი ხასიათიც ჰქონდა ამ ყველაფერს, ისი ფუნქციაც არის ფესტივალი, ხო? გავიცნოთ, ვისწავლოთ, ვეზიაროთ და ახალი კონტაქტები. თეატრსაც იგივე შეგვიძლია თქვა, თეატრი არსებობს, მაგისთვის გავიცნოთ, ვისწავლოთ, გავიზიაროთ, ვიგრძნოთ და წავიღოთ ჩვენი ბედნიერება სახლში. და ფესტივალის ლოგოც კი სიმბოლური გაქვთ. ამაზეც ბევრი გაქვთ ნაფიქრი. კი, ფესტივალის ლოგოც, სიმბოლოც ბატონი თამაზი არის, იქ როგორ გითხრათ, საყრდენი, რომლისგანაც შეიძლება თავიდან ბოლომდე ბევრი სიმბოლო, რეჟისორი ადამიანია, მხატვარი ადამიანია და თეატრალი არის, ჩემთვის აი კომფორტი არის, როცა ესმით რაზე საუბრობ და ამიტომ გამოვიდა რაღაცა ისეთი ტანდემი, რომ მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ გავიცანით კარგად ერთმანეთი. საყვარელი. შეიძლება გაბრაზდებოდით, კამათობდით. მაგრამ ეს ვაგზელებდით სადაც სრულდებოდა. ეს კარგი იყო. ეხლა შეიძლება სიმბოლოებს დავიწყებ ლოგოდან, იმიტომ რომ როცა ავედი, ნუ თეატრში დავიწყე მოღვაწეობა თუ მუშაობა რაც ქვია, როგორც არის. გაჩნდა უამრავი მთებია იქ. კი ბატონო. ნუ მთები განსაკუთრებით ჩემთვის რაღაც შინაგანი მხელვარებასაც იწვევს, რადგანაც ფესვები წარმოშობით იქედან ვარ და ესეც განაპირობებდა ბევრი კვლევას რაღაც სიგნეებში და რაღაც აი გამოკვეთავდა სიმბოლოებს. არის არგინეთის მთა, რომელსაც აქვს თავისი კონტური, საოცრად საინტერესო და განადიდებს. ეს უნდა გაჩვენოთ.
ამიტომ თეატრის ლოგოც ავიღეთ დიზაინერთან მუშაობისას აი კონტურის გააზრებულობით. კონტური აი მთის კონტურს იგივე გადმოვიტანეთ, დავამატეთ უფრო მეტი მნიშვნელობითი და უფრო ესთეტიური მხარე მიეცა, იმ დროს საბაგირო ისეც რაღაც ცუდი გავაკეთეთ ამით, იმიტომ რომ როგორც კი ეს ლოგო შევქმნით, საბაგირო გაჩერდა. ვაიმე ასაუბრდი. სარემონტოდ. მევრი კავშირი დამყარდა ახალი და ვფიქრობ, რომ ეს საბაგირო მომავალ წელს ამოქმედდება. სარემონტოდ თუ გაჩერდა, ესე იგი უკეთესად მოიმსახურებო მე ადამიანებს და პოზიტიური უნდა დავინახოთ. პერსპექტივაში ეს არის, ხო? ხო, და სიმბოლო არ გვაქვს თან, რისთვისაც გული მწყდება ეხა, რომ გვინდოდა რაც გვისაუბროთ. დიდხანს ვიმსჯელეთ კითხვები, პასუხები უარყოფა რაღაცეები და სამუშაო ოთახში მიდევს ძალიან მართლა საინტერესო მინერალია, ქვა არის ეგეთი, თავისი ნაწიბურებით, ფორმით საინტერესო და დევს და უცებ მარეხი აიღო ეს და ამით ხო არა ის სიმბოლო რომ ეს არა, ეს არის ამით პაუზა. კი, ვაჩვენოთ. თქვი რომ ეს არის კი, ეს არის სიმბოლო ფესტივალის. აქ უნდა გამოვიდა მართლაც ორიგინალური. გაქვავებული ხე, ზედა ნაწილი აი ეს არის გაქვავებული ხე, გოდერძის უღელტეხილზე, ოდესღაც ვულკანური ამოფრქვევის შედეგად გაქვავებული ტყის მესმის ასოციაციები ვიგრა მამონტის ძილის ნაწილი მაქვს მასის და ქვემოთ არის ხის დეტალი, რომელზეც არის ეს დამაგრებული. ანუ ჩვენ ძალიან ყველაფერში ვეცადეთ, რომ ემოცია გაყოლოდა ადამიანს და მე მგონი ხო მე მგონი გამოვიდა. მე მგონი მეცნიერების კვლევასაც დააყენეთ და დააკეთეთ ყველაფერს. ძალიან სასიხარულოა, რომ ფესტივალის პირველმა სეზონმა წარმატებულად ჩაიარა და როგორც აღნიშნეთ, ეს იყო რაღაცნაირად საგამოცდო ხასიათით, რომელიც გავითარებისთვის უმნიშვნელოვანესი არის. საინტერესო არის მეორე სეზონისთვის უკვე თუ დაიწყეთ მზადება და რას უნდა ველოდოთ. და ვის? და ვის? ხო, ანუ დამთავრდა სპექტაკლი. იწყება ახალი სპექტაკლი, ხო? რეჟისორები როგორ აკეთებენ? ტაშის შემდეგ. ჯერ ტკბობის პერიოდი გაქვს ალბათ. მე მგონი ჩვენ შეგვიძლია ძალიან კარგად ამ ლაკონური ფრაზით დავასრულოთ ეგ ამბავი. დამთავრდა სპექტაკლი, დაიწყო სპექტაკლი. იმიტომ რომ ცხოვრება გრძელდება როგორც კიდე ერთი დიდი მეტი ოპტიმიზმით და მეტი დადებითობა. Show must go. Show must go. შესაბამისად ჩვენ სხვა პირველ საათზე დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში. თქვენ ძალიან დიდი მადლობა ამ შოუისთვის და თქვენ სოციალური ქსელის საშუალებითაც შეგიძლიათ ეს თავიდან ნახოთ, პრინციპში გადახვიდეთ კონკრეტულად არეხის გვერდზე, ან თეატრის გვერდზე და ეს ყველაფერი მოინახულოთ და ნუ დღეს ინფორმაციას ვერ დამალავ შესაბამისად სურვილი თუ გაქვს ადამიანს ყველაფერს დაესწრებით ყველაფერს და ყველას მადლობა ხარდაჭერისთვის, საინფორმაციო ხარდაჭერები და რო არ გქონოდა ის პატარა ამბავი იქვე დასრულდებოდა. ამიტომ უდიდესი მადლობა ყველას. და დიდი მადლობა თქვენს გემშვიდობ. ველოდებით შემდეგ ფესტივალზე. აუცილებლად და ჩვენ ხვალ ისევ ჩვეულებრივ პირველ საათზე შემოგიერთდებით დროებით. ჩვეული შემადგენლობით.